ნეტა რამდენი ხანი ვიქნებით ასე გაჭედილი. ეს თუ მანჩესტერი. თორნიკე. ალექს. სასიამოვნო. ალექსი. ასე 30 წამში ძალიან ხوار გამიშინაურდ. რა ვიცი, მთელი პრემიერ ლიგა გაგიშინაურდათ და რაღაცი მაგეწყინა. და შენ ვის გულშემატკივრობთ პრემიერ ლიგაში? ნოტინგემ ფორესტს. რა? არაფერი. აგერ მანჩესტერის ფანს გაჭირვება აღმარჩნდა მეწია. არა უშავს. ახლა ვის ეთამაშებით? ლივერპულს. მაგიტომ მოდიხარ თხილამურების გარეშე? სრიალი არ ვიცი. სრიალი? მე აგვიყვანა მწვრთნელი. ტენჰაგი მაგალითად. იქნებ ეგმაინც იცის. მაგისი არ მინდა არაფერი. არც ჰოილუნდი, არც ზირკზე. შენცივდა რა. მისმა. სასმელი ხوار გინდა? მანჩესტერ იუნაიტედის ფანი ვარ. ეგეც ვიდებ ხოლმე ენის ქვეშ. მაგრამ ახლა არ მინდა. კარგი. ახალ მწვრთნელზე რა აზრის ხარ? არ ვიცი, იმედი მაქვს რომ ყველაფერს დაალაგებს. არა, მართლა. რაუც ეგარ არ თავაზობდი? სასმელს გინდა? მინდა. მოდი. ფერგის გაუმარჯოს, ანუ ჩვენ ტკბილ მოგონებებს. გილოცავთ 2025 წელს პირველი ეპიზოდია. ყველაფერს საუკეთესოს ველოდებით ამ წლისგან და ყველაფერი ცუდი ძველ წელს გავატანოთ. მანჩესტერის ფანერს თუ არ ეწყინებთ. 5 იანვარს ენფილდზე პრემიერ ლიგის მორიგ შეხვედრაში პირველ ადგილოსან ლივერპულის მარში გაიმართება და რაღაც მომენტში იმედი მაქვს რომ მანჩესტერ იუნაიტედი შეუერთდება. გილოცავთ 2025 წლის დადგომას. გისურვებთ ლივერპულივით სტაბილურობას, ნიუკასლის მფლობელივით ხვავს და ბარაქას და ნოტინგემივით მოულოდნელ სიხარულს. რთული წელი ჰქონდა მანჩესტერ იუნაიტედს და როგორც ჩანს, მეყვლეც ისეთი ყავდათ, რომ ეგრევე ლივერპულს ეთამაშებია. მანჩესტერ იუნაიტედს პრემიერ ლიგაში ენფილდზე 2016 წლის შემდეგ არ მოუგია და გოლიც 2018 წლის შემდეგ არ გაუტანია. მატჩამდე არნე სლოტმა განაცხადა: მანჩესტერს კარგი ფეხბურთელები ყავს და ცხრილმა არ მოგატყუოთ. არა და პირიქითაა. ახლა მანჩესტერი ისეთ ფეხბურთს თამაშობს, რომ ლივერპულს მარტო ცხრილი თუ მოატყუებს. ლივერპული პრემიერ ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც პირველ ადგილზეა. ამ სეზონში ყველა ტურნირზე მხოლოდ ერთი თამაში აქვს წაგებული. მოკლედ, ისეთ ფორმაშია ლივერპული, რომ მათ ნებისმიერ თამაშს შეგიძლიათ დაადო აიო, coming to the tree. პიტბურგერთან ერთად გეტყვით რა უნდა ვიცოდეთ გუნდებზე. ლივერპულის და მანჩესტერის ბოლო 10 ურთიერთდაპირისპირებიდან 5 ლივერპულმა მოიგო, 2 მანჩესტერმა, 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ლივერპული თამაშის საშუალოდ 6 ჯერ ურტყამს კარში, მანჩესტერი კი 9 ჯერ ჯარიმდება. ლივერპული თამაშის საშუალოდ 6 კუთხურს აწვდის, ხოლო მანჩესტერი 2 ჯერ ხვდება თამაშგარეში. ჩემი პროგნოზია ლივერპულის კუთხურების მეტი პირველივე ტაიმში. ლივერპულს პრემიერ ლიგაში მანჩესტერთან 2016 წლის მერე არ წაუგია, ახლა ძალიან კარგ ფორმაშია. ის პრემიერ ლიგაში კუთხურების მოწოდების რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავეა. შეტევაში ძალიან კარგად გამოიყურება, აქტიურად იყენებს ფლანგებს და ვფიქრობ, რომ მანჩესტერთან ენფილდზე სახლში მინიმუმ 4 კუთხურს მაინც მოაწყვის პირველ ტაიმში. ჩემი პროგნოზია მოსალახის კარში დარტყმების მეტი. სალახი ძალიან მაგარ ფორმაშია, პრემიერ ლიგის ბომბარდირია, 18 ტურში 17 გოლი აქვს გატანილი. ფიქრობ მანჩესტერ იუნაიტედთან ის მოტივირებული გამოვა მოედანზე და მინიმუმ 2 ჯერ მაინც დაარტყმავს იუნაიტედის კარში.